მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 8 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის არჩევნები, თუმცა ძალიან სამწუხაროდ ჩვენთვის ადვოკატთა უდიდესი ნაწილი გარდა იმ ხალხისა, ვისთანაც კომუნიკაცია ჩვენ დავამყარეთ და შევატყობინეთ, კვლავ არ არის ინფორმირებული ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის არჩევნების შესახებ. ორჯერ თუ სამჯერ დაურიგდა თითოეულ მათგანს გაეგზავნა უпростоრად SMS-ი, მაგრამ კვლავ არ არის მითითებული SMS-ში, რომ გაიმართება არჩევნები. სიტყვა არჩევნები საერთოდ არ არის ნახსენები. შემდეგი პრობლემა გახლავთ ის, რომ გაურკვეველია დღემდე ასოციაციის ვებ-გვერდზე არ არის მითითებული, რა წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების პროცედურა არის დღემდე გაურკვეველი. როგორც კი გამოიკვეთა მესამე პრობლემა, ლიდერი კანდიდატი, ჩემი სახით, ძალიან დიდი ბოდიში კაზნიერებაში ჩამოვართმევთ, მაშინვე დაიწყო გარკვეულმა ჯგუფმა დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მამუკა მდინარაძე აპირებს გამოცდების ჩატარებას და ამ წესით შემცირებას ადვოკატთა რიცხვისა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ეს ჩემი პროგრამის ნაწილიც არის, რომ არც ერთი ადვოკატი ამ წესით ვერ მიიღებს ვერანაირ ბარიერს, პირიქით, ყველა მათგანი დაცული იქნება საკანონმდებლო დონეზე ასეთი ბარიერებისაგან და სხვა პრობლემებისაგან, რომელიც დღეს აწუხებს თითოეულ ადვოკატს. შემდეგ, არასერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ადვოკატთა 2/3 მაინც გამოცხადდება, ფილარმონია ამ რაოდენობას ვერ დაიტევს. როგორც აღმოჩნდა, ფილარმონია იტევს 2225 კაცს, ადვოკატთა რაოდენობა არის 3800-მდე. ეს არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. იცით რა, მოქმედი თავმჯდომარე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გუშინ ჩამოვიდა ბრიუსელიდან, თუმცა ეს ინფორმაციები რამდენიმე დღეა უკვე გავრცელდა. არ ვიცი, არ მინდა დავაბრალო ვინმეს მისი მომხრეების მხრიდან, თუმცა არის თუ არა ეს, მაგრამ სავარაუდოდ ასეც იქნება, მისგან დამოუკიდებლად თუ მისი მითითებით ამასაც ვერ დავაბრალო, თუმცა რეგიონებიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ თურმე თქვენ აპირებთ გამოცდების ჩატარებას. რაც არის სრული დეზინფორმაცია, პირიქით, ჩვენი ჯგუფი მუშაობს პროექტზე, პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ადვოკატები დაცული უნდა იყვნენ მსგავსი პრობლემებისაგან, ბარიერებისაგან და დაცვა შეეხება არა მხოლოდ ამ პრობლემებს. მრავალ სხვა პრობლემას, რომელმაც ადვოკატის ინსტიტუტი უნდა გააძლიეროს და ადვოკატი გახადოს ამაყი. ძალიან ბევრ მათგანს ჩვენ უკავშირდებით ტელეფონის მეშვეობით. სხვათა შორის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი წერილი საპასუხოდ, რომ ჩემთვის არ მოეწათ ტელეფონის ნომრები, ის ინფორმაცია ჩვენ არ გავგაჩნია, პირადი კონტაქტები ვცდილობთ მივიღოთ ეს ინფორმაცია, დავუკავშირდეთ ყველა ადვოკატს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ მიიღეს SMS-ები, სადაც წერია, რომ გაიმართება საერთო კრება, თუმცა ის, რომ გაიმართება არჩევნები, პარალელურად და იმავდროულად, ეს არც ერთმა ადვოკატმა, ვისაც ჩვენ არ შევატყობინეთ, თითქმის არ იცოდა რამდენიმე დღის წინ.